მოგესალმებით, მეგობრებო, თქვენ ვერსაბა და არხკების 803 და თქვენ როგორც უკვე ხედავთ, პრინციპში ჩვენ სოფელში არის ღამე. უკვე შემიძლია გაჩვენოთ უკვე ღამის 11 საათი, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მე ვერ ვიზინებ. იმის გამო რომ მეგობრებო, მე სულ ვფიქრობ იმ ქურდის შესახებ. თქვენ შეიძლება შემეკითხებით და რა ქურდი. თუ მეგობრებო თქვენ ამას შემეკითხებით, გამოიცა თქვენ არ უყურეთ ჩემს წინა ვიდეოს, რომელსაც ქვია ვიღაცა მიგზავნის სამ ფოსტას ღამის 12 საათზე მინიკრაფტში. აუცილებლად ნახეთ, ძალიან საინტერესო ვიდეო გამოვიდა და ვისაც არ უნდა რომ ნახოს, ეგრევე მოგეთ აგიხსნით მოკლედ. იმ ვიდეოში მოკლედ ვიღაც შეძენიკი, როგორც მე უკვე გავერკვე მე რომ ყოფილა მკვლელი. მე მიგზავნიდა საშიშ ფოსტას ღამის 12 საათზე. იმის შესახებ რომ სჭირდებოდა რაღაც დახმარება, რაღაც იარაღები, სუმრუდები და ასე შემდეგ მივუტანე, მაგრამ რასაკვირველია მე არ მივეცი, იმიტომ მას უნდოდა ჩემი სოფლის აფეთქება და შეძენიკების მოკლა. მე ჩუმად შევედი სახლში და სახედავან გამოვიდი ხმლით ჩავარტყი. მაგრამ მეგობრებო, მე ხო გითხარით, აი ბოლოს მეგობრებო, იმ ვიდეოს ბოლოს მე ვთქვი რომ გამოვიცახებ პოლიციას. მაგრამ რაღაცის გამო არ იყო კავშირი. ახლაც მეგობრებო ვერ დავურეკე პოლიციას იმის გამო რომ კავშირი არ არის. ვერ ვხვდები მეგობრებო, 9 საათის წინ მე კიდე ვცდილობდი, მაგრამ კავშირი არ იყო კიდე 9 საათის წინ და ახლა ვზივარ კომპიუტერთან, ძალიან მინდა ძილი, მაგრამ ამავდროულად მე სულ ვფიქრობ ამ ქურდზე და ვერ ვიძინებ ნორმალურად. კაი, მოგეთ მეგობრებო, არ ვიცი. მოდით მეგობრებო, ფერმერის სამუშაოზე მაინც წავედი, იმიტომ ამ ღამეს მაინც ვერ დავიზინებ და სიმართლე გითხრათ, მაინც ვერ დავიზინებ უბრალოდ და სულ ვფიქრობ მაგ ქურდის შესახებ. სტოპ მეგობრებო, ვიღაცა მირეკავს და ვინ მირეკავს? უკვე ღამის 12 დაახლოებია, იო-მაიო. მეგობრებო, შეგეთ უცხონო ამერი. ალო? Сама Мицани, но призывшими собрасакрылья. Веварис вкулели, робился чартки, абасис хлит. Та шешесазлебелия, как урвали харато вертаурике полициас, рато арари кавширит квесопаши. Эсибис габоробе киде дрес, сагабас гавтише кавшири, та шешегизлиаб холод бе. Dabireko. Მოკლედ, მე ძალიან რასაკვირველია არ მინდოდა შენი მოკლა. მაგიტომ მე გთავაზობ ერთ ძალიან ჩემი აზრით შენთვის ძალიან კარგ ვარიანტს. მოკლედ, შენ ახლა შემისრულებ რამოდენიმე დავალიანებას და თუ შენ შემისრულებ ამ დავალიანებას ყველაფერს, რასაც გეტყვი, ნუ ნერვიულობ. ეს დავალიანებები არ იქნება ძნელი. მაშინ გაგანებებ შენს და შენს სოფელს და აღარასდროს აღარ გავუშვები შენს ცხოვრებაში. ახლა დაელოდე ჩემს შემდეგ გზარს. ნახვამდის. ალო, სტოპ! მეგობრებო, ჯანდაბა! ასეც ვიცოდი, ჯანდაბა და კიდევ ჯანდაბა. სიმართლე გითხრათ, მეგობრებო, მე სულ მაკვირვებ და თუ როგორ გამოირთო ეს კავშირი ჩვენ სოფელში და გამოდის ამ შიწენიკმა ეს პარაზიტი, მართლა პარაზიტი მეგობრებო. დიდბოის მიხდით რომ ასეც იყოს, მაგრამ მართლა პარაზიტია. მეც ვერაფერს ვერ აკადრებ ამ შიწენიკს. ჯანდაბა, რა უნდა ჩემი სოფლისგან? ჯანდაბა მეგობრებო, მაინც დარესპაუნდა. პრინციპში არც კი არის გასაკვირი ჯანდაბა, მაგრამ როგორ გათიშა ასე მალე კავშირი. მაგრამ როგორც მე ვიცი, ეს ჟიტელნიკი უბრალო დავალიანებებს არ მომცემს. თან კიდე მომირთო მეგობრებო, კიდე ერთხელ მირეკავს. სტოპ, მოედაბა. ალო, ხო. პირველი დავალიანება. მერის ერთ-ერთი უჩი, ნუ პრინციპში შენც გეცოდინება, არის ისუვრუდები. ეგ ისუვრუდები შენ უნდა აიღო და შეინახო ჯერჯერობით შენს სახლში. ნახვამდის. ალო! ჯანდაბა მეგობრებო, თიშავს, ერთად მინდა რაღაც შევეკითხო. მერს? მოვუპარო მერს? მეგობრებო, თქვენ იცით ეს? ღმერთო ჩემო მეგობრებო,
როგორ მოვუპარო ახლა მერს სუმრუდები როგორ თან ღამეა მეგობრებო თან საერთოდ მეგობრებო არ შეი ვაიზე მეგობრებო თუ დამიჭირეს მე ვერაფერს ვერ ხარ პრინციპში მეგობრებო მე მაქვს ვიდეოს თუ რამე მე ვაჩვენე პოლიციასაც და მერსაც მაგიტომ არის მეგობრებო ახლა ხო მეგობრებო უფრო კარგი ახლა წავიდეთ მაგით ახლა დროს გავაკეთოთ ეს ჩვენი ფირმების სამუშაო და წავიდეთ ახლა დროზე მერთან რა მოფიქრე მეგობრებო მოითაბა დავმოვათ ახლა ტელეფონი ასე ინვენტარში მე ვეტყვი მერს რომ დავკარგე ვითომ ტელეფონი ვითომ მე მასთან დამრჩა სადღაც ყუთში მე რო გამარჯობა და რა კარგია თქვენ არ გძინავთ თუ რამე არ მომაქციოთ ყურადღება უბრალოდ მე აქ დავტოვე თქვენთან ტელეფონი ახლა ვეძებ და ნახე კი ისა გუშინ რო ვიყავი უბრალოდ ხელფასის მოსაცემად მე უბრალოდ დამჭა დიდი მადლობა მერო და ნახვამდის მეგობრებო დაინახეთ ის სუმრუდები ხელში მქონდა რა დებილი ვარ კიდე მერის სხვა მხარეს უყურებ და გონიკ მეგობრებო თავის საქმეებს აკეთებდა და მე კიდე ასე უბრალოდ შემოვიდი მაგრამ ეს ჩემთვის ასაკვირია ძალიან კარგია მეგობრებო ვერც კი წარმოგიდგენთ როგორ ნერვიულობ ახლა მოვიპარე ეს ის სუნოდები მოდით პრინციპში არ ჩავდეთ ახლა არაფერი დავეოდოთ ახლა როდის დამირეკავს ეს ქურდი ეს მკვლელი საერთოდ ეს დებილი არ ვიცი შესაძლებელია კიდევ ერთხელ ხმის ჩავარტყმო შესაძლებელია კი ტაქსა მეგობრებო კიდევ მირეკავს ტაქსტ მოეთაბა ჩავდეთ და ტაქსს მოით მეგობრებო ალო ხო თუ რამეა მე მოვიპარე რა გინდა შემდეგ მითხარი კარგია საბა დავინახე რომ მოიპარე ეს არის შენი ბოლო დავალიანება არის ეს შედი ახლა ეკლესიაში არ შეგეშინდეს იქ ცოტა რაღაც ცუდად არის მაგრამ არ შეგეშინდეს ყუთში არის დავალული ნივთები ეგ ნივთები აიღე და მიიტანე შენი სახლის უკან რომ არის ყუთი იქეთ მერე ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით ნახვამდის კაი ოკეი მეგობრებო ეკლესიაში ჯანდავა მეგობრებო ამ ეკლესიაში რა მხოლოდ რა არისო მხოლოდ მეგობრებო აი წარმოიდგეთ ჯანდაბა უკვე თენდება თან და უკაცა ისება მეგობრებო დავკეთოთ სტოპ შეზენკები მეგობრებო არ არიან სტოპ არავინ არ უნდა შემოუშვა ჯანდაბა ისევ სისხლი და მგონია ეს ყუთი გიჟება მოწამლის სასმელი ხმარი ტაქსტო მეგრო დროზე ახლა ავიღოთ ინტო უკვე თენდება და შეიძლება ვიღაცამ დამინახოს всё გავიდეთ ახლა ტაქსში ტენკები ჯერჯერობით არ დგებიან უფრო ძალიან კარგია პრინციპში ჯერ რომელი საათი არის საათია დილის 6 საათია პრინციპში ჯერჯერობით არ ადგებიან ტაქსტა ჩემი სტოპ მეგობრებო მადლობა დიდი სამყაროს ეს ხელოვნური ყოფილა მე მეგობრებო ერთ მომენტში ცაში ავედი მართლა გეუბნებით კინაღამ так стоп აკა ხომ მოით მეგობრებო ახლა ეს ყველაფერი დროზე ჩავდოთ და წავიდეთ აქედან არ ვიცი როდის შევხვდები თვითონ მითხრა შევხვდებით ერთმანეთსო მეგობრებო უკვე ჩავუდები და უფრო კარგი ახლა აქედან წავიდეთ აი არ ვიცი სისხლით შეიძლება ხელოვნური იყოს всё წავედით სტოპ ეს შენ ხარ ხომ ნუ გამარჯობა საბა ძალიან კარგია ყველაფერი შეასრულე ხედავ როგორ ღელავ შენ სოფლის შესახებ ძალიან მოწონს ეს შენი ხასიათი მოგწონს ხომ ტაქს ახლა მისმინე აქ თუ შენ კიდევ ერთხელ ოდესმე მოხვალ ჩემს სოფელში მე ავიღებ ხმალს და ჩაგარტყავ ისე რომ აღარც კი დარესპაუნდები აქ და აღარც კი დარესპაუნდები საერთოდ მინიკრაფტში გასაგებია საბა შეაბრა კარგი ასე ნუმეტყვი მე ხო გითხრა მე უკვე აღარასდროს აღარ შეგხვდები და აღარასდროს ბოლოს სოფელში так всё აღარ ველაპარაკოთ ახლა დროზე მომეცი ჩემი ისოვროდები დროზე მერე უკვე ავიღებ იმ ყუთს და წავალ შენი სოფლიდან უკვე აღარასდროს აღარ დავუბრუნდები
ხო და ეს კარგი, აიღე შენი ჭუჭყიანი სუმრუდები. აჰა, მიდი, დაიხრჩი ამ სუმრუდებით. აჰა, აიღე თუ შეიძლება, აჰა. დაკს, ასე აიღე და აღარ მოხვიდე ჩემს სოფელში. გასაგებია და უბრალოდ აი გაითვალისწინე თუ შენ ოდესმე კიდე დაგინახე ჩემს სოფელში, ავიღებ ხმალს, გამოვიზახებ პოლიციას და იცი რამდენი ხანიცა, ხო? თუ პოლიცია არ მოვა, მე თვითონ მაგ ხმლით მოკლავ. გასაგებია ისე რომ მინიკრაფტში საერთოდ აღარასდროს აღარ დარესპაუნდები. გაის გასაგებია. უფრო კარგია ასეთი ინტონაციით არ ველაპარაკო. ახლა კი მე წავედი. იმედია რომ მე შენ აღარასდროს აღარ გნახავ. ნახვამდის. მეგობრებო, ძლივს წავიდა. სტოპ. ეს იცით რას ნიშნავს? რომ ჩვენი სოფელი და მეც უკვე თავისუფალი ვარ. მაგრამ იცით რა? მე რაღაც ჯერჯერობით არ მჯერ ამ კულის, მაგრამ ყველაფერი გავუკეთე და იმედია აღარასდროს აღარ დაბრუნდება ჩვენ სოფელში. არა, მეგობრებო, თუ დაბრუნდება, აი, უბრალოდ მეგობრებო, შეხედეთ, ავიღებ ან ნაჯახს, ან ხმალს და ჩავარტყავ ისე რომ მინიკრაფტში აღარასდროს აღარ დარესპაუნდება. თქვენ კი მეგობრებო, მადლობა დიდი ვინსყვრა ამ ვიდეოს ბოლომდე. თუ მოგეზრდოთ ლაიქეთ, მე კი ახლა წავედი მეგობრებო, ნახვამდის. და წავა მეგობრებო, უფრო კარგია მერსთან და ასე თქვათ, მოვუხდი იმის გამო, რომ ეს ყველაფერი მოიპარე. ნახვამდის.